ევროპარლამენტმა ყურადღება უნდა მიაქციოს იმას, რაც საქართველოში ხდება. სტუდენტები დემოკრატიული ღირებულებებისთვის ყველაფერს რისკავენ. ჟურნალისტები სიმართლისთვის ნათელის მოფენას აგრძელებენ. ზია ამაღლობელი იმ მამაცი პროტესტის სიმბოლოდ იქცა, რომელიც დამოუკიდებელი ჟურნალისტიკის დასრულების წინააღმდეგ აღმოცენდა. მძიმე პერიოდში მე საერთაშორისო სოლიდარობამ გამაძლიერა და გამახსენა, რომ მარტოები არ ვიყავით. ზიას ახლა ასეთი სოლიდარობა სჭირდება. იგი იანვრიდან უკვე 9 თვეა პატიმრობაში იმყოფება და მისი კოლეგები მის მიერ დაარსებულ მედია ორგანიზაციებს სიცოცხლეს უნარჩუნებენ უზარმაზარი ზეწოლის პირობებში. მაგრამ ისინი ამას მარტო ვერ გააკეთებენ. ეს მზიასთვის კრიტიკული მომენტია. კრიტიკული მომენტია საქართველოსთვისაც. 310 დღეზე მეტია პროტესტი გრძელდება. ღირებულებები, რომლებზეც ევროპა აცხადებს, რომ დგას ახლა თბილისში გადის გამოცდას. სიჩუმეს სახიფათო სიგნალს აგზავნის. ზია თქვენს სოლიდარობას იმსახურებს. საქართველო თქვენს სოლიდარობას იმსახურებს. ახლა მოქმედების დროა.